მუნდიალზე 1000-ობით ფეხბურთელს უთამაშია. 1000-ობით ფეხბურთელს გაუტანია გოლი, გაუკეთებია ასისტი და უბრალოდ კარგი ტურნირი ჩაუტარებიათ. მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ამ ტურნირს ისე ჩატარება, რომ ეს მათი ბენეფისი ყოფილიყო. მაგრამ თქვენი აზრით, ვინ იყო საუკეთესო? ვის ჰქონდა საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი ამ ტურნირზე? მოდით ერთად გავიხსენოთ. ეს არის ტოპ 10 საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი მუნდიალების ისტორიაში. მე სერგი კლდიაშვილი ვარ, თქვენ უყურებთ Sportline-ის YouTube არხს და ჩვენ ვიწყებთ. მე-10 ადგილი და 2022 წლის მუნდიალით ვიწყებთ. კერძოდ კი კილიან მბაპეს საოცრად ჩატარებული ტურნირით და უფრო კონკრეტულად საოცარი ფინალით. 2018 წელი. მსოფლიო გაოგნებული იყო 19 წლის ბიჭით, რომელმაც ფრანგული ფეხბურთი მწვერვალზე აიყვანა. კილიან მბაპემ რუსეთში დაამტკიცა, რომ ის უბრალოდ ნიჭიერი მოთამაშე კი არა, ახალი ეპოქის მთავარი ფიგურა იყო. იმ ტურნირის შემდეგ მისგან მოლოდინი იყო არა უბრალოდ კარგი თამაში, არამედ აბსოლუტური დომინაცია. ყველას აინტერესებდა შეიძლება თუ არა იგი ამ სტატუსში შენარჩუნებას მაშინ, როდესაც მის ფრენზე მთელი საფრანგეთის იმედი იქნებოდა. ამ კითხვაზე პასუხი 4 წლის შემდეგ ყატარში იქნა გაცემული და ეს პასუხი საოცარი იყო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მბაპე აღარ იყო მხოლოდ იმედისმომცემი ტალანტი. ის იყო გუნდის ლიდერი და მთავარი დამწმელი ძალა. ტურნირის სტარტიდანვე კილიანმა აჩვენა, რომ მისი სიჩქარე, თამაშის წაკითხვის უნარი და გოლის ალღა საოცრად დაიხვეწა. ჯგუფურ ეტაპზე და პოლონეთთან მერვედფინალში იგი საოცრად თამაშობდა. იგი ყველაზე საშიში ფიგურა იყო მოედანზე და მისი ყველა ბურთთან შეხება პრაქტიკულად გოლს ნიშნავდა. გოლი ავსტრალიასთან, დუბლი დანიასთან, შემდეგ პლეი-ოფში დამარხული პოლონეთთან მბაპეს მორიგი დუბლი. შეხვედრა ინგლისთან, სადაც გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ასევე კარგი იყო. და მოვიდა ფინალი არგენტინის წინააღმდეგ. მე-80 წუთამდე საფრანგეთი პრაქტიკულად დამარცხებული იყო, მაგრამ აქ ხდება ის, რაც მბაპეს ლეგენდად აქცევს. 97 წამში შესრულებული დუბლი. მან არა მხოლოდ დააბრუნა საფრანგეთი თამაში, არამედ არგენტინა ფსიქოლოგიურად გატეხა. ჰეტ-ტრიკი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მიღწევა, რომელიც მხოლოდ ჯეფ ჰერსს ეკუთვნოდა. იმ საღამოს მართალია ტიტული არგენტინელებს დარჩა, მაგრამ მბაპემ საკუთარი თავი ლეგენდების რანგში აიყვანა და დაამტკიცა ის, რომ იგი მზად არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ყატარის ჩემპიონატმა მბაპე აიყვანა იმ რანგში, სადაც მხოლოდ ისეთ გიგანტებს ხედავთ, როგორებიც არიან პელე, მარადონა და უკვე მესი. მან ტურნირი ვაგოლით დაასრულა და ოქროს ბუცი დაიმსახურა. ეს არ იყო მხოლოდ პერფორმანსი, ეს იყო განაცხადი მომავალი ტახტისთვის. წარმოგიდგენთ მოთამაშე, რომელსაც მთელი ერის იმედი აბარია. მოთამაშე, რომელსაც წამის გამო მუხლები მუდმივად ტკივა, მაგრამ როდესაც მოედანზე შედის, ტკივილი ქრება და რჩება მხოლოდ გენია. 1994 წლის მსოფლიო არ იყო უბრალოდ ტურნირი. რობერტო ბაჯოსთვის ეს იყო ფიზიკური ტკივილის და სულიერი ამაღლების პიკი. ღვთაებრივი კუდი, ანუ რობერტო ბაჯო მე-9 ადგილზე. იტალიის მწვრთნელი არიგო საკი ითხოვდა მკაცრ დისციპლინას, სისტემას, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს კრეატიულობისთვის. ბაჯო ამ სტილს ეწინააღმდეგებოდა. ტურნირის დასაწყისი კატასტროფული იყო. იტალიამ წააგო ირლანდიასთან და ბაჯო ფორმაში არ იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბაჯოს ლიდერული თვისებები. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნაკრები უბსკრულისპირას იყო, ბაჯომ ტაქტიკური საზღვრები დაარღვია. მან უფრო ღრმად დაიწყო ჩამოსვლა და ბურთის ნახევარდაცვაში მიღებას ცდილობდა, რათა აქედან შეძლებოდა შეტევების დირიჟორობა. ეს იყო თავისუფალი მხატვრის ბრძოლა სისტემასთან. სწორედ ბაჯოს დამსახურებით შეძლო იტალიამ ჯგუფში იმ ერთადერთი გამარჯვების მოპოვება ნორვეგიასთან და 4 ქულით ჯგუფიდან გასვლა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი დრამა. მერვედფინალი ნიგერიის წინააღმდეგ. იტალია 10 კაცით რჩება და ბაჯო დაღლილია, მაგრამ იგი 98 წუთში ახერხებს გოლის გატანას. შეხვედრა ესპანელებთან. ბაჯო უკვე 97 წუთში ახერხებს გადამწყვეტი გოლის გატანას და ნახევარფინალი ბულგარელებთან. ბაჯო 2 საოცარ გოლს იტანს და ნაკრები ფინალში გახავს. ეს პრაქტიკულად ერთკაციანი ნაკრები იყო, მაგრამ ბაჯოს თამაში იყო არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ გამძლეობის ტესტი. იგი თამაშობდა გაბერილი მუხლებით და ტკივილგამაყუჩებლების იმედად, რადგან იცოდა, რომ ნაკრები მის გარეშე არ არსებობდა. თუმცა ამ ლამაზ ზღაპარს საშინელი დასასრული აქვს. ეს ყველამ ვიცით. პასადენას სტადიონი, 94,000 მაყურებელი, ბრაზილია-იტალია, 100 წუთი ბრძოლა, პენალტების სერია, ბაჯოს რიგი, მთელი ქვეყნის, მილიონობით იტალიელის იმედი მის ფეხებს აბარია. დარტყმა და ბურთით საში მიფრინავს. ის წამი, როდესაც ბაჯო თავჩაქინდრული იდგა, ყველაზე ხანგრძლივი წამი იყო ფეხბურთის ისტორიაში. მან იცოდა, რომ იგი დამარცხდა. მერვეზე გავიხსენოთ ფრანც ბეკენბაუერი, 1974 წლის მუნდიალი. ფეხბურთის ისტორიაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უბრალოდ ამ თამაშს თამაშობენ და არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშის წესებს ქმნიან. ბეკენბაუერი სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
74 წლის მსოფლიო დასავლეთ გერმანიაში ტარდებოდა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ფეხბურთი უფრო სწრაფი, უფრო ტაქტიკური და უფრო სასტიკი ხდებოდა. ხოლო ბეკენბაუერი არ იყო უბრალოდ კაპიტანი. ის იყო სტრატეგოსი, რომელმაც ახალი პოზიცია ლიბერო ხელოვნების რანგში აიყვანა. 70-იანებამდე მცველები უბრალოდ ბურთს იგერიებდნენ. ბეკენბაუერმა კი დაამტკიცა, რომ მცველს შეუძლია იყოს გუნდის ტვინი. როგორც ლიბერო, ის მოძრაობდა დაცვის ხაზს უკან. იყო თავისუფალი მოთამაშე. ის არ მხოლოდ ანადგურებდა მეტოქის შეტევებს, არამედ იწყებდა საკუთარს. მისი პასები, გრძელი, დიაგონალური და ზუსტი, იყო გერმანიის ნაკრების მთავარი იარაღი. 1974 წელს მან დაამტკიცა, რომ დაცვა არ ნიშნავს უკანდგომას, დაცვა ნიშნავს თამაშის კონტროლს. ეს ფინალი იყო ორი ფილოსოფიის ჯახი. ნიდერლანდების მხრიდან იოჰან კროიფის ტოტალური ფეხბურთი, ხოლო დასავლეთ გერმანიის მხრიდან დისციპლინირებულობა და ეფექტურობა. ბეკენბაუერს ეოლებოდა არა მხოლოდ საკუთარი გუნდის თამაშის კონტროლი, არამედ იოჰან კროიფის განეიტრალებაც. ეს იყო ჭადრაკი მოედანზე, სადაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ბეკენბაუერის სიმშვიდე დაძაბულ მომენტში. მან ამ ფინალში შეძლო არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვება, არამედ დაამტკიცა, რომ გერმანული მანქანა ფსიქოლოგიურად დაუმარცხებელია. ბეკენბაუერის გავლენა არ მთავრდებოდა თამაშის დასრულებისთანავე. ის იყო გასახდელის ლიდერი. მისი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ როდესაც კაიზერი უყურებდა მათ უჩნდებოდათ განცდა, რომ წაგება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ის იყო მწვრთნელი მოედანზე. ბევრი ფეხბურთელი არის ნიჭიერი, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს ის იმპერატორის სტატუსი, რომელიც ბეკენბაუერს ჰქონდა. ის არასდროს ყიროდა, არასდროს ნერვიულობდა. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო. თუმცა, ჯერ იყო ჯგუფური ეტაპი. აქ დასავლეთ გერმანიამ ჯერ ჩილე დაამარცხა 1-0, მაგრამ კაიზერი შედეგით უკმაყოფილო იყო, რადგან არ მოსწონდა ნაკრების შებოჭილი თამაში. შემდეგ შედარებით დამაჯერებელი 3-0 ავსტრალიასთან და ყველაზე რთული შეხვედრა აღმოსავლეთ გერმანიასთან, სადაც კაიზერის გუნდი 1-0 დამარცხდა. ეს იყო ყველაზე რთული მატჩი, არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური კუთხით. გერმანიამ წააგო. ბეკენბაუერმა ამ მარცხის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. სწორედ ამ მატჩის შემდეგ მოხდა გასახდელის რევოლუცია. ბეკენბაუერმა მწვრთნელ ჰელმუტ შონთან ერთად შეცვალა გუნდის ტაქტიკა. მან მოითხოვა მეტი ინიციატივა და აგრესია დაცვიდან. შემდეგ მოდის მეორე ჯგუფური ეტაპი. არ გაგიკვირდეთ, 1974 წელს განსხვავებული სისტემა იყო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ორი ჯგუფი იყო, რომლის გამარჯვებულებიც ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ, როგორც ნიდერლანდები და დასავლეთ გერმანია. ხოლო ჯგუფში გასული მეორე ადგილოსნები მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. მოკლედ, ბეკენბაუერისთვის ეს ახალი ფურცელი იყო. მეორე ჯგუფური ეტაპი ნაკრებმა დამაჯერებლად გაიარა. 8 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. ჯამში ნაკრებმა ამ ტურნირზე მხოლოდ 4 ბურთი გაუშვა. აქ უნდა გამოვყოთ ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ეგრეთ წოდებული წვიმის მატჩი. პოლონეთი იმ დროს საუკეთესო ფორმაში იყო. გერმანელებისგან განსხვავებით, მათ არც ერთი წაგება არ ჰქონდათ. შეხვედრა ტალახიან ჭაობად გადაიქცა, მაგრამ ბეკენბაუერმა აქ ფიზიკური გამძლეობა აჩვენა. 90 წუთის განმავლობაში იგი გაუვალი იყო და პოლონელებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. ეს იყო გამარჯვება ხასიათით და არა ნიჭით. რაც შეეხება ფინალში გერმანელები აგებდნენ, მაგრამ მათ შეძლეს არა მარტო გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც. და მეორე ტაიმში, როდესაც ნიდერლანდელები მთელი ძალით მიაწყვნენ, ბეკენბაუერი უბრალოდ კედელი გახდა. მან 3-ჯერ გადაარჩინა გუნდი რეალურ გოლს და ბოლო წუთებზე საერთოდ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. მეშვიდეზე გავიხსენოთ 1962 წლის მუნდიალი. აქ ყველა ელოდა, რომ ბრაზილია კრახს განიცდიდა, რადგან პელე დაინტრა ჩეხოსლოვაკიასთან შეხვედრაში. მაგრამ სწორედ ამ დროს სცენაზე გამოდის კაცი, რომელსაც ექიმები ეუბნებოდნენ, რომ იგი სიარულსაც ვერ შეძლებდა. გარინჩა. ბავშვობაში ექიმებმა უთხრეს, რომ ის ვერასდროს ივლიდა. მისი ხერხემალი დეფორმირებული იყო, ფეხები კი სხვადასხვა ზომის. თუმცა მან არა მხოლოდ სიარული ისწავლა, არამედ ბურთი დაიმორჩილა. ჩილე 1962 წელი. ბრაზილია მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩადის. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა მანამ, სანამ ჩეხოსლოვაკიასთან შეხვედრაში პელემ უმძიმესი ტრავმა არ მიიღო. სწორედ მაშინ, როდესაც ბრაზილია პანიკაში იყო, სცენაზე გამოდის გარინჩა. იგი როგორც წესი პელეს ჩრდილში იყო. მაგრამ მაშინ, როდესაც ყველას საჭირო გახდა, მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. იგი აღარ იყო პელეს პარტნიორი. იგი ბრაზილიის მთავარი იმედი გახდა. მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ გარინჩამ ფანტასტიკური თამაში აჩვენა. მან გაიტანა 2 გოლი, ერთი თავით, მეორე კი შორი მანძილიდან. ინგლისის მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გულწრფელად აღიარა. გარინჩა არის მთელი ნაკრები, მაგრამ ყველაზე რთული წინ იყო. ნახევარფინალი მასპინძელ ჩილესთან. სტადიონი ბოლო ხმაზე გულშემატკივრობდა ჩილეს. მაგრამ გარინჩას ეს არ აინტერესებდა. მან 2 გოლი გაიტანა და მისი დრიბლინგი რაღაც საოცრება იყო. ყოველ ჯერზე ის აკეთებდა ერთსა და იმავე ფინტს, მაგრამ ყოველ ჯერზე მარტივად ცდებოდა მცველებს. მისი თამაში იყო ხელოვნება, რომელიც უბრალოდ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ფინალში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გარინჩა ყველა შეტევის სათავეში იყო. მან ითამაშა მაღალი სიცხის მიუხედავად და აჩვენა არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ უდიდესი ხასიათი.
ტურნირის დასრულების შემდეგ მან გააკეთა ის, რაც მანამდე არავის არ გაუკეთებია. მოიგო ოქროს ბურთი, ანუ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მოიგო ოქროს ბურთი და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ყველაფერი ერთად. ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვება. ეს იყო დომინაციის ახალი სტილი. ჩვენ კი მე-6 ადგილისკენ ვინასვლეთ, სადაც კიდევ ერთი ჯადოქარი გველოდება. ამჯერად არგენტინიდან. მესის სანაკრებო კარიერა გარკვეულ ეტაპამდე ნამდვილად წარუმატებელი იყო. იგი იმდენად იმედგაცრუებული იყო ამ ყველაფრით, რომ გადაწყვიტა დროზე ადრე დაესრულებინა სანაკრებო კარიერა. თუმცა საბედნიეროდ მას გადააფიქრებინეს. ამის შემდეგ კი ეტაპობრივად მოვიდა სანაკრებო წარმატებები და ტიტულები, რაშიც სკალონის დამსახურება უზარმაზარია. ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, მოდით პირდაპირ 2022 წლის მუნდიალისკენ გადავინაცვლოთ, რომელიც არგენტინელთათვის საშინლად დაიწყო, მარცხი საუდის არაბეთთან. თუმცა ამ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მესი, რომელმაც 11 მეტრიანი გაიტანა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ მოდის შეხვედრა მექსიკასთან, სადაც არგენტინას უკან უჭირდა. თუმცა 64 წუთზე ისევ მესიმ შეძლო გოლის გატანა და თამაშის მიწურულს ასისტიც მიითვალა და უკვე მეორედ გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი. ერთადერთი შეხვედრა, სადაც მესიმ გოლის გატანა ვერ შეძლო, იყო მესამე შეხვედრა პოლონეთთან, სადაც მესიმ 11 მეტრიანი გააფუჭა. პლეი-ოფში კი მესიმ კიდევ უფრო მოუმატა. გაუტანა პირველი გოლი ავსტრალიას, გაუტანა ნიდერლანდებს და საერთოდ რომ არა მისი გოლი, არგენტინა ალბათ 11 მეტრიანამდე ვერც მივიდოდა. ნახევარფინალში 11 მეტრიანიდან გაუტანა ხორვატიას და შემდეგ ასისტით მიითვალა. მოკლედ, პლეი-ოფში ჩვენ ნახეთ 20 წლის მესის სისწრაფე და 35 წლის მესის ინტელექტი. ის თამაშობდა ფეხბურთს ისე, თითქოს ეს მისთვის ყველაზე მარტივი რამ იყო მსოფლიოში. რაც შეეხება ფინალს საფრანგეთის წინააღმდეგ, ჩემი აზრით ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა იყო. ორჯერ წინ გასვლა, მესის დუბლი, პაპეს ჰეტრიკი და წამები, როდესაც ტიტული არგენტინას ხელიდან უსყდებოდა. და პენალტების სერია იყო ფსიქოლოგიურ ზღვარი. მაშინ, როდესაც მესი თეთრ წერტილთან მივიდა, მის სახეზე არ იყო შიში, მის სახეზე იყო სიმშვიდე კაცისა, რომელმაც იცოდა, რომ დანიშნულ წერტილამდე მივიდა. 2022 წელს მესი არგენტინის გმირი გახდა და მოიგო ის ტიტული, რომელიც მას კარიერაში აკლდა. თქვენ რას ფიქრობთ? იყო თუ არა ეს მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა ინდივიდუალური პერფორმანსი? კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი. ხუთეულს ხსნის 1998 წლის მუნდიალი და რა თქმა უნდა ზინედინ ზიდანის პერფორმანსი. 1998 წლის მუნდიალი ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკუთარ კედლებში გამართული ჩემპიონატი, გაუთავებელი მოლოდინები და ერის იმედი, რომელსაც მხოლოდ ერთი სახელი ჰქონდა. ზინედინ ზიდანი. მაშინ 26 წლის ზიზუ არ იყო მხოლოდ ფეხბურთელი, ის იყო სიმბოლო მრავალ ეროვანი საფრანგეთისა, რომელიც მსოფლიოს თავის ძალას უმტკიცებდა. ზიდანის გზა 1998 წლის მუნდიალზე იდეალური ნამდვილად აღკვეთა. ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის წინააღმდეგ მან ოპონენტს ფეხი ამოარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ეს იყო შოკი, ნაკრები ლიდერის გარეშე დარჩა. ფრანგულმა პრესამ იგი უპასუხისმგებლო კაპიტნად შერაცხა. თუმცა ზიდანმა ეს ყველაფერი კარგად გაიაზრა. იგი უფრო კონცენტრირებული დაბრუნდა და შეცდომა აღიარა. მან იცოდა, რომ დარჩენილ მატჩებში მას შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. პლეი-ოფში ზიდანი უკვე სხვა მოთამაშე იყო. იტალიის წინააღმდეგ მეოთხედფინალში მან აჩვენა არა მხოლოდ თავისი ტექნიკა, არამედ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური მდგრადობა. პენალტების სერიაში მან თავის დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ნახევარფინალში ხორვატების წინააღმდეგ ზიდანი ყველგან იყო. დაცვაში, ნახევარდაცვაში, შეტევაში. მართალია ფრანგებს თამაში ტიურამის ორმა გოლმა მოაგებინა, მაგრამ ზიდანი თამაშის ტემპს სრულად განსაზღვრავდა. იგი იყო არისტოკრატი, რომელიც სპორტს უბრალოდ კი არ ატარებდა, იგი მას ესაუბრებოდა. დადგა ფინალი. საფრანგეთი ბრაზილიის წინააღმდეგ. რონალდოს ბრაზილია ფავორიტი იყო, მაგრამ სტად დე ფრენსზე ზიდანმა თავისი ზეციური თამაში აჩვენა. ორი კუთხური, ორი ზუსტი დარტყმა თავით და გოლი, რომელიც ზიდანისთვის არც თუ ისე დამახასიათებელი იყო. მან ბრაზილიელებს აჩვენა, რომ კლასს და ინტელექტს ვერანაირი ფიზიკური მომზადება ვერ აჯობებს. მისი მეორე გოლის დროს სტადიონი ისე აზანზარდა, რომ პარიზის მეტროც კი გაჩერდა. ეს უბრალოდ ზიდანის ღამე იყო. ზიდანმა 1998 წელს დაამტკიცა, რომ დიდებული ფეხბურთელი არა მხოლოდ გოლებს იტანს, არამედ ის აკონტროლებს მატჩის სულს. მან წითელი ბარათის სიმწარე გამარჯვების სიტყვოთი ჩაანაცვლა. მეოთხეზე გავხსენოთ ადამიანი, რომლის 1958 წელს დამყარებული რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია. ჟიუს ფონტენი. 13 გოლი ერთ მუნდიალზე. დღეს, როდესაც ფეხბურთელები ფორმის პიკში არიან, 6-8 გოლის საოცარ შედეგად ითვლება. და უბრალოდ წარმოიდგინეთ, ფონტემ 13 გოლი გაიტანა 1958 წელს. და ეს გააკეთა ფორვარდმა, რომელიც ჯერ საერთოდ არ მიყავდათ მუნდიალზე, ხოლო შემდეგ სათადარიგო ფორვარდად მოიაზრებოდა.
ნაკრებში ფონტენი რენე ბლიარის ტრამვის გამო მოხვდა და მან მაშინვე დაიმკვიდრა ადგილი სასტარტოში, რადგან პარაგვაის წინააღმდეგ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. მან ტურნირი სხვისი ბუცებით ჩაატარა, რადგან ტურნირის დასაწყისში მისი საკუთარი ბუცები დაიხა. მეოთხედფინალში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მან 2 გოლი გაიტანა. ნახევარფინალში მოვალ ჩემპიონ ბრაზილიასთან მიუხედავად საფრანგეთის მარცხისა, ფონტენმა მაინც მოახერხა გოლის გატანა. მესამე ადგილს მატჩისთვის მან გერმანიას 4 ბურთი გაუტანა. ეს იყო პოკერი, რომელმაც მისი საერთო მონაგარი 13-მდე აიყვანა. ის არ იყო ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, მაგრამ მისი სისწრაფე და სივრცის პოვნის უნარი შეუდარებელი იყო. დღეისათვის 70 წლის შემდეგ ფონტენის რეკორდი ვერც ბაპემ, ვერც რონალდომ და ვერც მესიმ ვერ მოხსნეს. ფეხბურთი შეიცვალა, დაცვა უფრო კომპაქტური გახდა და ტაქტიკა უფრო ჩაკეტილი, ხოლო ფონტენის 13 გოლი არის იმ ეპოქის ნიშანი, როდესაც თავდამსხმელები გაცილებით თავისუფლები იყვნენ. ფონტენი საფრანგეთის პირველი ნამდვილი ვარსკვლავია. სამეულს ხსნის ფენომენი. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც იყო ფენომენი, მუხლის მძიმე ტრამვის გამო ფეხბურთს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორდა. ბევრს ეგონა, რომ მისი კარიერა დასრულებული იყო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი როგორც საეჭვო ფიგურა ისე ჩავიდა. გაუძლებდა თუ არა მისი მუხლი მუნდიალის ტემპს. პასუხი 8 გოლი და მსოფლიო ჩემპიონობა იყო. როდესაც საქმე პლეი-ოფს მიადგა, რონალდო გახდა ბრაზილიის უალტერნატივო ლიდერი. ნახევარფინალში თურქეთის წინააღმდეგ მან გაიტანა გოლი, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო. თოეფიქ დარტყმა, სადაც ცვალებს შორის სივრცე არ იყო, მაგრამ რონალდომ მაინც იპოვა გზა. ის იყო ბრაზილიის სული. რივალდოს და რონალდინიოსთან ერთად ის ქმნიდა ისეთ შეტევას, რომელსაც ვერც ერთი დაცვა ვერ აჩერებდა. ფინალი გერმანიის წინააღმდეგ. კარში მრისხანე ოლივერ კანი იდგა. რონალდომ პირველ ტაიმში რამოდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა, თუმცა კონცენტრაცია არ დაუკარგავს. მან მაინც შეძლო კანის ორჯერ დამწუხრება. მაშინ, როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა, რონალდომ მუხლებზე დაეცა. ეს არ იყო უბრალოდ ჩემპიონობა, ეს იყო ტანჯვის დასასრული. მან დაამტკიცა, რომ მან დაბრუნება შეძლო. მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბრაზილიელი ყავს. უпростоრად ფეხბურთის მეფე. წარმოიდგინეთ მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელი და ფსიქოლოგი 17 წლის მოთამაშის წინააღმდეგ არიან. ისინი მას ბავშვურად მიიჩნევდნენ. 1958 წელს შვედეთში ამ ბიჭმა არამხოლოდ თამაში დაიწყო, არამედ სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი. მისი სახელი იყო ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო, მაგრამ ისტორია მას პელეს სახელით იცნობს. პელე ტურნირზე ტრამვით ჩავიდა, ამიტომ მას პირველი 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ამ დროს ბრაზილია თავისი თამაშის პოვნას ცდილობდა, თუმცა მათ რაღაც ბრაზილიური მაგია აკლდათ. უკვე მესამე შეხვედრაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პელე პირველად გამოვიდა მოედანზე და ეს იყო ლეგენდის დაბადება. იგი თამაშობდა როგორც უკვე გამოცდილი ვეტერანი. ის არ იყო ბავშვური, მისი თამაში იყო მაგია. მეოთხედფინალში უელსის წინააღმდეგ პელემ გაიტანა თავისი პირველი გოლი მუნდიალზე. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში. მაგრამ ნამდვილი აფეთქება ნახევარფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ იყო, სადაც მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. მისი სისწრაფე, მისი თამაში და გოლის ალღო იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ საფრანგეთის ფეხბურთელებიც კი გაოცებულები უყურებდნენ. თუმცა პელე ოპონენტებს შანსს არ უტოვებდა. ფინალი შვედეთის წინააღმდეგ. მასპინძლები თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ პელე სხვა პლანეტიდან იყო. მან გაიტანა 2 ულამაზესი გოლი. მათ შორის ის ცნობილი ეპიზოდი, სადაც ბურთი მცველს თავზე გადაუგდო და ჰაერშივე დაარტყა კარში. როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა, 17 წლის პელე მოედანზე ატირდა. ეს სიხარულის შრომები იყო, რადგან ბრაზილიამ ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და სწორედ აქ ამ დროს დაიბადა ფეხბურთის მეფე. და პირველი ადგილი. კიდევ ერთი ფეხბურთის მეფე, თუმცა ამჯერად არგენტინიდან. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ დიეგო მარადონაზე. 1986 წლის მექსიკის მუნდიალი იყო დრო, როცა დიეგომ გადაწყვიტა, რომ ის არ იყო უბრალოდ მოთამაშე. ის იყო არგენტინის მესია. არგენტინას ფავორიტად არავინ არ მიიჩნევდა, თუმცა მათ მარადონა ჰყავდათ. მოდით გავხსენოთ ტურნირი, რომელმაც მარადონამ მარადიულობამდე მიიყვანა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მარადონას მანიფესტი იყო. სანამ მექსიკის მწვანე მზის ქვეშ იგი ლეგენდარულ და საოცარ გოლებს გაიტანდა, მანამდე მან საფუძველი ჩაუყარა არგენტინის ტრიუმფს ჯგუფურ ეტაპზე. იგი ამ გუნდის უბრალო გოლიადორი არ იყო, იგი ამ გუნდის გული იყო. სამხრეთ კორეელები იმდენად შეშინებულები იყვნენ მარადონას სახელით, რომ მასზე ნადირობა გამოაცხადეს. მთელი მატჩის განმავლობაში დიეგოს უხეშად ეპყრობოდნენ. მარადონამ უხეშობას საოცარი სტატისტიკით უპასუხა. მან 3 გოლში მიიღო მონაწილეობა და 3 ასისტი მიითვალა. ეს ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ იგი არ იყო ეგოისტი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მთელი ყურადღება მასზე იქნებოდა მიყრობილი, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის თანაგუნდელებს სივრცე ჰქონოდათ. იტალია იყო დისციპლინირებული და ძლიერი. როდესაც არგენტინა 0-1 აგებდა, ყველას ეგონა, რომ მატჩი დასრულებული იყო.
34 წუთზე დიეგომ გააკეთა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა. მან თითქმის ნულიდან მცირე კუთხით საოცარი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ეს გოლი იყო მარადონას კლასიკა. მან აჩვენა, რომ შეეძლო საუკეთესო დაცვის გარღვევა მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები იბნეოდნენ. ეს მატჩი იყო ფსიქოლოგიური გარდატეხა არგენტინელთათვის. დიეგომ ბულგარელებს უბრალოდ აჯობა. იგი მოედნის ყველა წერტილში იყო. მოძრაობდა ნახევარდაცვიდან შეტევაში და თამაშის მიწურულს თავისი საფირმო პასი გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, რომელსაც საბოლოო წერტილი დასვა ამ შეხვედრაში. აქ მარადონამ დაამტკიცა, რომ მას შეეძლო ნებისმიერ დროს თამაშის ტემპის კონტროლი. შემდეგ მოდის შეხვედრა ურუგვაისთან. მეზობლების დაპირისპირება, სადაც არგენტინა კვლავ არ ითვლებოდა ფავორიტად. თუმცა მარადონა იმდენად მოტივირებული იყო მოედანზე, რომ გაჩნდა შეგრძნება, რომ თითოეული პასი მის სიცოცხლეს წყვეტდა. ურუგვაი მარადონას განეიტრალებას პერსონალური მეურვეობით ცდილობდა. თუმცა მარადონამ მოახერხა თამაშის დირიჟორობა, რამაც თანაგუნდელებს სივრცე გაუხსნა. შემდეგ მოდის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ. ეს არ იყო უბრალოდ სპორტული დაპირისპირება. ეს იყო ფოლკლენდის ომის ჭრილობების მოშუშება. 51 წუთი და ღმერთის ხელი. ეპიზოდი, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება. მაგრამ 4 წუთში მარადონა აკეთებს იმას, რაც წლების შემდეგ მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიმეორა. 60 მეტრზე ატარებს ბურთს, 5 ინგლისელ ფეხბურთელს იტოვებს უკან და გააქვს საუკუნის გოლი. სწორედ ასეთი იყო მარადონა, გენიალურობის და ეშმაკობის ნაზავი. ნახევარფინალში ბელგიასთან მარადონამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის შეუჩერებელია. კიდევ 2 გოლი და არგენტინა ფინალშია. ფინალში დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ მარადონა ყველა მცველის სამიზნე იყო. გერმანელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მარადონა გაენეიტრალებინათ, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ყველას საჭირო იყო, მან კვლავ გენიალური პასი გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას. 3-2 და არგენტინა ჩემპიონია. მარადონამ თასი ზეცაში აწია და მან თავისი მისია შეასრულა. მარადონას 1986 წლის პერფორმანსი იყო კაპიტანის უმაღლესი სტანდარტი. ის არა მარტო თამაშობდა, არამედ იცავდა თავის თანაგუნდელებს კრიტიკისგან და მთელ წნეხს საკუთარ თავზე იღებდა. ის იყო გუნდის გასახდელის მეფე. სწორედ ამიტომ ყველა მისი თანაგუნდელი ამბობდა, რომ მათთვის დიეგო იყო ადამიანი, რომლისთვისაც მზად იყვნენ, რომ მოედანზე მომკვდარიყვნენ. 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. თუმცა ეს არ არის სტატისტიკა, რომელიც რეალობას ასახავს. მარადონამ ამ მუნდიალზე გაცილებით მეტი გააკეთა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. და თუ ასია, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. და რაც ყველაზე მთავარია, კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი, ვისი პერფორმანსი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მუნდიალის ისტორიაში და ვინ გამომჩა ამ ტოპში. და კიდევ ერთი დეტალი. მუნდიალის დაწყებასთან დაკავშირებით 4 შაბათობით ვაწყობთ ლაივს. აუცილებლად შემოგვიერთდით, ძალიან საინტერესოა თქვენთან ინტერაქცია და თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. მადლობა და შეხვედრამდე.